Შენიერ დღეს ჩემმა მეუღლემ მითხრა რომ ანუ რომ წერს იციო მე ვთქვი შემჩნეული მაქვს რომ ზის და წერს უბრალოდ არ წამიკითხავს და შენი ერიდებაო იცი და არ გაკითხებსო ხო და ძალიან მინდა რომ წაიკითხო წავიკითხავ აუცილებლად მეთქი და ამ დროს კაბინეტში ვიჯექი არ ვიცი დედამისმა თავის შვილს რა უთხრა ცოტა ხანში შემოვიდა ჩემთან და მე ძალიან ჩართული ვიყავი რაღაცა საქმეს ვაკეთებდი და აი იმის გაჩერება რო არ შეიძლებოდა ესე და მოვიდა ამ თავის ნაწერით და მამიკო ეს დავწერეო მითხრა და ვიცი მე უთხარი მამა შენ შემოგევლე მომეცი მეთქი ეს დადე აქ და მე წავიკითხავ აუცილებლად და გავაგრძელე ეს აი ეს აიღო გადაფხრეწა და ეს მე ხელი აღარ მოუკიდია აი არც ერთი საქმე არ ღირს იმათ რომ აი ეს წამი ეს არანორმალური დამოკიდებულება გაუფუჭო საკუთარ შვილს შენს მიმართ იქ ბევრი რამ გადაწყდა მე ბევრს ვეცადე რომ ეს ყველაფერი შემდეგ შემომეტრიალებინა, შემომებრუნებინა და გამხდარიყო ისე უშუალოდ ჩემი, მაგრამ აი ერთმა ჩემმა ნაბიჯმა განაპირობა ბევრი რამ. ასე რომ ეს მაგალითი უნდა იყოს ყველა მშობლისთვის, ყველა მამისთვის განსაკუთრებით რა. მამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად მამები მოუცლელები და რაღაცას არ ვაქცევთ ყურადღებას. არაფრით არ შეიძლება ამის დაშვება. არაფრით თუ იმ წლთას აღმოაჩენ რომ ერთი სული აქ ბურთსფეხი დაარტყას კარებში უნდა ჩადგე რო გესროლოს ან რაღაცა არაფრით არ შეიძლება დაკარგავ ყველაზე სასურველ ძაფს სადღაც რაღაცა ძაფები ბევრია ეს მაგრამ ერთი რო გაწყდება მე მეორე მიყვება მე ძალა დაადგება და ასე შემდეგ